მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. დღეს განვიხილავთ აღნიშნული მოდელის Wi-Fi-ზე დაკავშირებას აპლიკაციაში MIB-მა და ამ აპლიკაციიდან უფრო ფართე მენიუზე გასვლა. ეს არის დაცვის სისტემა, ეგრეთ წოდებული ესეთი მცირე ზომის სიგნალიზაცია, რომელსაც აქვს მოძრაობის სენსორები, კარის სენსორები, შეგიძლიათ Wi-Fi სირენის MIB-მაც და მოკლედ პულტები და რაღაცები. ეხლა ჩვენ ყოველ შემთხვევაში უნდა გადმოწვევთ ეს აპლიკაცია TUI-ა, შევიდეთ ამ TUI-აში. და მოკლედ განახებთ როგორ უნდა დავამატოთ აღნიშნული მოწყობილობა. ახლა აქ ამ მოწყობილობაში უნდა შევიდეთ Wi-Fi-ში, ხო? როგორ უნდა შევიდეთ, ამას ვაწვევით ზედაღილაკს, მე ჩამოდივართ ქვემოთ. დავდგებით Wi-Fi-ზე, შევედით, Wi-Fi configuration ისევ შევედით და გვეკითხება კი უპასუხოთ და იწყოთ ძებნა. აქ უნდა ჩავხდოთ Wi-Fi და აუცილებლად Bluetooth-ი. აქედან ვაწვევით plus add device აუცილებლად და მოძებნა იგივე ის device-ი, რაც ჩვენ წინ დევს. ვაწვევით კი. ამატებს ახლა device და მოგთხოვს passwords. მოკლედ ვაკავშირებთ ამას. Wi-Fi parallels შევიყვანთ, რაც არის აღნიშნულ Wi-Fi-ზე. ახლა შევიყვანთ Wi-Fi-ს passwords. ხო, ცოტა რთული პაროლი. კაი. დავამატეთ Wi-Fi, მივიცით წვდომა, ესე ვთქვათ, все, ოკეი, აქაც ოკეია ინთო, აქაც ოკეი. ხო, ეს ტესტი იყო. იმ რაღაც აპლიკაცია. მოკლედ გამოვიდეთ. ახლა ნახეთ, ამ TUI-აში უკვე შევდივართ. პირდაპირ ამ მოწყობილობას გავედით, აქ ძალიან ბევრი მოწყობილობა გვაქვს დამატებული, ამ მოწყობილობიდან უკვე შეგიძლიათ ნახეთ. System armed. აყვანა დაცვაზე. ხო? დაიწყო. მოხსნა შეგიძლიათ. System armed. System disarmed. და აქედან აქსესუარების დამატებაც იგივენაირად, აი ზუსტად როგორც იქ ვამატებდით, პლუს ვაწვევით და ეძებს აპლიკაცია ჩვეულებრივად როგორც წინაზე ვაკეთებთ. მოკლედ მაგაზე გვიდევს ვიდეო, თუ როგორ უნდა დავამატოთ მოწყობილობები. აი აქ არის სხვადასხვა პროგრამები გვიწეხი აქ მოკლედ საკმაოდ ბევრი. მოკლედ თუ რამე კითხვები ექნება, დაგვიწერეთ კომენტარებში, აუცილებლად დაგეხმარებით, თუ რამე სირთულე წარმოიქმნა აღნიშნულთან დაკავშირებით. სხვადასხვა თვითონ გაასწორა, როგორც კი ხსალს დაუკავშირდა Wi-Fi, როგორც კი მივავით, გაასწორა საათი, რიცხვი და ყველაფერი. ტემპერატურა დაწერა ოთახის, გარეთ ტემპერატურაც და ასევე ნახეთ, ეხლა ეს გვიჩვენებს, რომ სიმპარატი არ დევსო, ამოუღიმე სიმპარატი და აკუმულატორი არის მიერთებული. მე ეხლა არ ჩამივთვი აღნიშნულ მოწყობილ, უბრალოდ შევაერთე ეს Android-ის სატენი. პირდაპირ კვებაზეა რა Android-დან იღებს კვებას, აკუმულატორიდან არ იღებს. ჯობია თქო ჩახტოთ, მე მიერთოთ და ეს ავტომატურად დატენის და დაახლოებით 1-6-7 საათი გაძლებს დენისო გაითიშოს. ამაში ელემენტი დევს ისედაც, აქ ტენოად ელემენტია და რამე იყოს სიგნალიზაციას ჩართავს ჩვეულებრივად 20 დენი გათიშულია.